ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია გაიმართა გუშინ მიმდინარე წლის მეოთხე, თუმცა გარკვეულად საიუბილეო 30-ე დისკუსია და ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსიის მთავარი თემა იყო სამშენებლო ინფრასტრუქტურული და სამშენებლო დეველოპერული კომპანიების და ზოგადად საქმიანობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. ზოგადად სამშენებლო ბიზნეს განსაკუთრებული წილი აქვს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ საუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რა თქმა უნდა, სამშენებლო ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო დეველოპერული პროექტები აქ თავის როლს ასრულებს, თავის განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ სარეკორდო იყო დასწრების მაჩვენებელი 150-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსიას, რაც გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი იყო ამ კუთხით. ასევე აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად იყვნენ სახელმწიფო სექტორის, კერძო სექტორის, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ შემთხვევაში რომელიც იყო ფორუმის მთავარი პარტნიორი. მოგეხსენება, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მთავარი პარტნიორი არის საქართველოს მთავრობა, ერთის მხრივ ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო წარმოდგენილი და მეორე მხრივ ეკონომიკური ფორუმის მთავარი პარტნიორი, გენერალური პარტნიორი არის საქართველოს ბანკი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ეკონომიკურ ფორუმს გრძელვადიან პარტნიორად შემოუერთდა UGT და მთელ რიგ შემთხვევაში იყვნენ წარმოდგენილები ჩვენი თემატური პარტნიორები ეკონომიკურ ფორუმზე, რომელთა შეფასებებსაც რა თქმა უნდა ჩვენ მოვისმენთ ჩვენი ანალიტიკური ნაწილის მიმდინარეობისას. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეკონომიკური ფორუმის მთავარი სპიკერი იყო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი რევას სოხაძე და ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით სწორედ ბატონი რევაზის შეფასება მოვისმინოთ. Business Insider-ის ინიციატივით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ყველა მსგავს ფორმატში მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ ყოველთვის ვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე მნიშვნელოვანი არის გავიგოთ ის საჭიროებები, რაც კერძო სექტორს აქვს. მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ბატონმა რეზიმაც აღნიშნა, მინისტრის მხრიდან იყო წარმოდგენილი ის ძირითადი მიმართულებები, სიახლეები, ინიციატივები, გეგმები სამინისტროს მხრიდან, რომელიც ამ მიმართულებით, სამშენებლო ინფრასტრუქტურის, სამშენებლო დეველოპერული მიმართულებით ხორციელდება, განსაკუთრებულად აქცენტირებული იყო მინისტრის გამოსვლაში გეგმები, რომელიც დაკავშირებულია ძალიან გრძელვადიან და ძალიან ამბიციურ პროექტების განხორციელებასთან და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ჩანდა თუ რამდენად მომხრე და აქტიურია სახელმწიფო კერძო სექტორთან დიალოგის ნაწილში და მართლაც პანელური დისკუსიის შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმშიც ჩანდა საკმაოდ ისეთი ჩართულობა და ღია დისკუსიისადმი მუდმივი მზაობა. მინდა კიდევ ერთხელ აუშვო, რომ ამ ფორმატში, როდესაც მინისტრი ხვდებოდა ერთის მხრივ რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ანალიტიკური და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს, ეს ერთ ყველაზე უფრო მსხვილი ფორმატი, რაც კი ამ თემაზე ყოფილა. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის რის აღნიშნოს სხვადასხვა ფორუმზე გამომჩა, რომ ფორუმის სამწელიწად ნახევრიანი ისტორიის განმავლობაში პირველად იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე. ყოფილა არაერთხელ ეკონომიკის განვითარების განვითარების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სხვა დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი რამოდენიმეჯერ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო პირველად წარმოდგენილი და მართლაც განსაკუთრებით აქტიური დისკუსია იყო ამ კუთხით და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით საქმიანობაზე საქართველოს პარლამენტის როლს, ვინაიდან მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის ინიციატივებთან, რომელიც განხორციელდა, ან უნდა განხორციელდეს მომავალში, რა თქმა უნდა საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას და ამ კუთხით ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ძალიან აქტიური ჩართულობა ფორუმის ჭრილში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ბატონი
შოთა ბერეკაშვილიც, რომელიც მანამდეც მინდა აღვნიშნო, რომ ფორუმის განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ფორუმის საქმიანობაში ყოველთვის განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული, როგორც სპიკერი, მართლაც ფორუმის ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერია. ამ კუთხით და ბატონმა შოთამ ძალიან დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ მიმართულებაზე, ასევე ამ კუთხით საკანონმდებლო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და გეგმებზე ჩვენ შეგვიძლია ბატონი შოთას შეფასებას მოვისმინოთ. პირველ რიგში ძალიან საინტერესო ფორუმი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სამშენებლო სექტორზე და დეველოპერ სექტორზე და სექტორის გავლენაზე ეკონომიკაზე. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული ორი სექტორის ჯამური კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 18%-ია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ციფრია. აქვე აღნიშნავდი იმას, რომ აღნიშნულ სექტორში დასაქმებული ადამიანების შემოსავალი ერთ-ერთი მაღალი შემოსავალია და მედიან ხელფასი კატეგორიებით მეორე ადგილზე არის და საშუალო ხელფასი კი სადღაც 3,500 ლარის ფარგლებშია. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორის განვითარება და ჩვენ ასევე ხაზი გაესვა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მშენებლობაც იგეგმება. აქ მხედველობაში გვაქვს ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება, ასევე მხედველობაში გვაქვს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ახალი აეროპორტის მშენებლობა და ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად ხელშეუწყოს საქართველოს როგორც შუა დერეფნის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ ორი დიდი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სივრცეს შორის, რომელიც არის ჩინეთი და ევროკავშირის, ასე რომ ვთქვათ, კომერციული, სატრანზიტო, ლოგისტიკური გადაზიდვების კიდევ უფრო გაზდას. დღეს მდგომარეობით ჩვენი წილი მხოლოდ 2%-ია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელებით და მათი ერთობლიობაში ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზდის ამ ნაჩვენებელს და რაც საბოლოო ჯამში აისახება უფრო მაღალ შემოსავლებში ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მაღალ ხელფასებში და უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაში. ასევე ჩვენ ვისაუბროთ დეველოპერის სექტორთან დაკავშირებით, რამდენად დიდია მისი როლი ტურიზმის სექტორის განვითარებაში. აღინიშნა ის, რომ 2025 წელს ტურისტულმა შემოსავლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს იყო 4.7 მილიარდი და სწორედ მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტები ქმნის ამის შესაძლებლობას, ასევე ხაზი გაესმა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ემარის კომპანია ემაერის შემოსვლა საქართველოში და იმ მულტიმილიარდ დოლარიან ინვესტიციებს, რომელიც განხორციელდება შემდეგი 6-7 წლის განმავლობაში, რაც თავის მხრივ ნიშნავს კიდევ ერთხელ ასე რომ ვთქვათ, ტურისტული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას, უფრო მაღალ დონეზე აყვანას და უფრო მაღალ შემოსავლიანი ტურიზმების მოზიდვას საქართველოში. რომ შევაჯამოთ, დისკუსია ასევე შეეხო ადგილობრივ კომპანიებს, თუ რა შესაძლებლობები არის ბაზარზე, თუ რა გამოწვევებია, ასევე არსებობს გამოწვევები კაპიტალზე წდომაზე. ამ ნაწილში საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომ კომპანიებისთვის წდომა კაპიტალზე გაეზარდოს, რომ მათ რესურსი გაეზარდოს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეთ. ასევე ვილაპარაკეთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის პროფესიული კადრების გადამზადება, რადგანაც აღნიშნული სექტორი მაღალშემოსავლიანი არის და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სამუშაო ბაზრის გადამზადებას და ასე რომ ვთქვათ, დავალ პროდუქტიული საქმიანობიდან მაღალ პროდუქტიულ საქმიანობაში მათ გადაყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები, რეალური შემოსავლები გაიზარდება და ეკონომიკის და უფრო ინკლუზიური გახდება და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. დიახ, მართლაც ძალიან ცვალ და ძალიან საინტერესოდ შეაფასა ბატონმა შოთამ არსებული ვითარება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ძალიან ფართო ჭრილში დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს, რა ფართო მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში სწორედ სამშენებლო ინფრასტრუქტურის, სამშენებლო დეველოპერული პროექტების განვითარებას და მართლაც ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მე უკვე აღვნიშნე. ძალიან ფართოდ იყო კერძო სექტორი წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ არ მხოლოდ აუდიტორიაში, არამედ კერძო სექტორი, რომელიც ხარს უჭერდა ფორუმის დისკუსიას, უკვე აღვნიშნე, რა თქმა უნდა, და ყოველთვის ხარს უსვამს გენერალურ მხარდამჭერს საქართველოს ბანკს და ასევე ახალ მუდმივ ბრძოლადიან პარტნიორს UGT-ს, თუმცა ასევე ფორუმის გუშინდელ დისკუსიას მხარს უჭერდა ასევე აქტიურად მონაწილეობდა Honeywell Cement, Galten-Tagart, Orbit Group-ი, TAS Hub-ი და LT გრუპი ასევე, რომელიც ძალიან ხშირად არის
ფორუმის პარტნიორი ამ კუთხით. რა თქმა უნდა, ფორუმის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორი იყო ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით. ახლა კი მინდა კერძო სექტორის, რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენს უშუალოდ დისკუსიაში, კერძო სექტორის შეფასებები მოვისმინოთ, მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პანელზე და ფორუმის მხარდამჭერებზე ორბი ჯგუფზე, ჰანიվել ცემენტზე, გალთენ თაგარცზე, ასჰაბზე და ელთი ჯგუფზე, ასევე განსაკუთრებით მინდა კიდევ ერთხელ გამოვყო ორბი ჯგუფის, რომელიც ყოველთვის ფორუმის არაერთი დისკუსიის მთავარი მხარდამჭერი ყოფილა, ჯობს მოვისმინოთ ახლა შეფასებები. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო დღეს. შესაძლებლობა ჰქონდა კერძო სექტორს სხვადასხვა ასოციაციას, სახელმწიფოს გულწრფელად გვესაუბრა ინფრასტრუქტურული და დეველოპერული სექტორების, ზოგადად სამშენებლო სექტორის განვითარებაზე და ყველა ერთბაშად შევთანხმდით, რომ ორი მთავარი გამოწვევა გვიდგას. ერთი ხარისხის კონტროლი, გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის და მეორე სწრაფი განვითარება, რომ ამ კონკურენციულ გარემოში, რომელშიც და რეგიონშიც ვიმყოფებით, საქართველოს თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ხარისხზე. ჩვენ ვართ ინოვატორები და არა ინოვატორები, მაგრამ საქართველოში არამედ ჩვენ ახლა რაღაც პატენტებზე მუშაობთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი იქნება ინოვაციებში, რომელიც ჩვენ პროდუქციას აუმჯობესებს როგორც დანახარჯების ხრი, ანუ უფრო იაფს ხდის მას, ასევე ხარისხის მხრივაც. ასევე ჩვენ ამაზე მუდმივად ვფიქრობთ და მუდმივად მუშაობთ და ახლა ცოტა ხნის გამოვაცხადეთ, რომ ავაშენებთ საკმაოდ დიდი ინვესტიცია, 70 მილიონიანი ინვესტიციას ვაკეთებთ, რომ დავამატოთ კიდე კლინკერის წარმოება, რაც არის პირველადი პროდუქტი ცემენტისთვის და შემდეგში უკვე ბეტონისთვის. და ასევე ვაგრძელებთ ინვესტიციებს ცემენტის საფქოვებში და ამას გადავანაწილებთ უფრო კარგად მთელი საქართველოს მასშტაბით უფრო კარგად მომსახურებთ ჩვენ კლიენტებს და ასევე გავაგრძელებთ ბეტონის ქარხნებში ინვესტიციასაც ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით უკეთესად მომსახურებთ ჩვენ კლიენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რაც მოვისმინეთ რომ გააგრძელებენ იმ პროექტებს რომელსაც აკეთებდნენ და მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს მესმის რომ ბევრი პრობლემა დახვდათ იქ და დღეს ძალიან კარგად აგუხსნა მინისტრმა რა პრობლემებს ეჭდებიან ისინი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრობლემები დროულად გადაწყდეს და გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას თითქმის მთელ დანარჩენ ეკონომიკასთან ნორმალურად უმუშაოთ. ეს იქნება ეს გზა თუ აეროპორტი თუ რაღაც ამგვარი. და მესამე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვისწავლოთ ფულის შემოტანა საქართველოში და სხვა სამშენებლო დარგს ეხებოდა ეს კონფერენცია და დავამატებ, რომ თუ ჩვენ დღეს ვაშენებთ უძავქონებას და ვეძახით უძავქონებას და რესტორნები, სასტუმროები, ბინები და ეს არის ძირითადი ბირთვი კერძო სექტორი როგორ მონაწილეობს მშენებლობაში და დეველოპმენტში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვისწავლოთ პორტების, ჰიდროელექტროსადგურების დატა ცენტრების და ესეთი სამშენებლო პროექტების კეთება, რომლებსაც ბევრად უფრო მეტი ფული ჭირდებათ, მაგრამ ასევე ბევრად უფრო მეტ ღირებულება შექმნიან ამ ქვეყნისთვის და სადაც საქართველოს აქვს სამივე რასაც მე დავასახელე, წარმოუდგენელი უპირატესობა თავის დებარეობა, თავისი მაღალმთიანი კლიმატის და 26,000 მდინარის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არის წარმოუდგენელი სიმდიდრე, რაც ამ ქვეყანას აქვს. ამიტომ ეს უნდა ვისწავლოთ, როგორ შემოვიტანოთ კერძო ფული, რომ ამ კერძო ფულით დიდი პროექტები ვაკეთოთ. ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ფაქტიურად თითქმის ყველა ესეთ მნიშვნელოვან ფორუმში, განსაკუთრებით ისეთ საინტერესო პანელების დროს, როგორც სპიკერების დღეს არის წარმოდგენილი, საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა იყო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საინტერესო მიმოხილვა იყო ჩვენი დარგის სამშენებლო დეველოპმენტის მიმართულებით, ბატონ თონი გემირიკაშვილის მიერ. არაერთხელ აღნიშნავდა თითქმის, ეს რა თქმა უნდა აქსიომაა, რომ ბიზნესის და ხელისუფლების აქტიური საუბარი ეს მხოლოდ ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ესე სახელმწიფოს მხრიდან მათი ხედვების სწორად ჩამოყალიბებას, ცვლით ინფორმაციას, რაც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, დამატებით მოგცემს საშუალებას გავცვალოთ მოსაზრებები და ვაკეთოთ ის ერთიანი საქმე, რასაც ჩვენი ქვეყნის მშენებლობა ქვია და ჩვენი წელიწადი დავდოთ. ფორუმი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
და ვიტყოდი რომ საკმაოდ შედეგიანი, იმიტომ რომ ეს არის ფორუმი და ეს არის ფორმატი, სადაც პრაქტიკულად მონაწილეობს სახელმწიფო, მონაწილეობს ბიზნესი, მონაწილეობს სექტორული ასოციაციები და მონაწილეობს საკმაოდ ფართო სპექტრი დამსწრე საზოგადოების სახით. ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, პრაქტიკულად მშენებლობა, დეველოპმენტი ჯამში 18% შეადგენს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტში და შესაბამისად ეს არის მისი პირდაპირი მონაწილეობა, ხოლო ირიბი მონაწილეობით გაცილებით უფრო მაღალია ჩვენი ეკონომიკაში ამ სექტორის წილი და თავისთავად ცხადია, ყოველი შეხვედრა, ყოველი განხილვა არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ სექტორის განვითარებისთვის და ასთა შეჯერებისთვის შეიძლება ასე ითქვას. რაც შეეხება უშუალოდ ამ სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სექტორი ძალიან პერსპექტიული და როდესაც ვამბობ პერსპექტივას, გულისხმობ ამ სექტორში, ესე ვთქვათ, ინვესტიციების განხორციელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან, პრაქტიკულად მე უძრავ ქონებას ვეძახი ექსპორტის ისეთ სახეს, რომლის დროსაც საქონლის გატანა ქვეყნის გარეთ არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია თითოეული ცენტი, თითოეული დოლარი, ევრო, ფუნტი აი ამ სექტორში ჩადებული. ამ მიზნით აბსოლუტურად თანხვედრილი არის ბიზნესის და სახელმწიფოს ხედვა, იმიტომ რომ ყველას კარგად მოგვიხსენება, რომ პრაქტიკულად რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი იქნება ინვესტიციისთვის, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებისთვის, ინსტიტუციური ესე ვთქვათ ინვესტორებისთვის და ასევე უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, არამედ ეკონომიკისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებისთვის და ძალიან ბევრი ახალი სერვისის შექმნისთვის, სადაც თავისთავად ცხადია, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, კიდევ უფრო მეტი ბრუნვა და კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია იქნება